უკრაინელი ჯარისკაცი ვიტალი კოვალჩუკი მეტსახელით პასპარტუ ამბობს, რომ მისი ჯავშან ტრანსპორტიორი არის იმ მიზეზის ნაწილი, რისიც წყალობითაც ის ჯერ კიდევ იბრძვის. ჩვენი დანაყოფი მთლიანად ალყაში იყო. სარეზერვო ჯგუფის მოყვანა გვჭირდებოდა და მარცხენა მხრიდან მთელი გზა ცეცხლის ქვეშ იყო. მერე მანქანას წინიდან ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა მოხვდა. მოbrunება დაიწყეს და დაახლოებით 400 მეტრში რაღაც გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტის მსგავსი მოხვდა. და M113-მა გამოღწევა შეძლო, ამბობს კოვალჩუკი. ტაჰომეტრს შევხედე, დავინახე ის არის ამოძრავდა და მივხვდი, რომ მანქანა არ გაჩერდა. ნამდვილად გამიკვირდა, გას დავაჭირე და მან მოძრაობა დაიწყო. ძალიან გახარებული ვიყავი, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე კოვალჩუკი კინოინდუსტრიაში მუშაობდა. 2022 წლის თებერვლის შემდეგ ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა. ის პირველი იყო, რომელიც 2022 წლის შემოდგომაზე ამერიკულ M113-ს გაეცნო. ის მოქნილი და სწრაფია. საბჭოთა BMP-სა და ტანკებთან შედარებით ბევრად უფრო უხმაურო და მანევრულია. M113-ის ეკიპაჟი ორკაციანია, მძღოლი და მსროლელი. 23 წლის მსროლელმა ოლექსი დმიტრენკომ რუსეთის შეჭრის შემდეგ მშობლიურ ქალაქ მარიუპოლის დატოვება მოახერხა. ის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა და თავდაპირველად ზაპოროჟიის რეგიონში და მოგვიანებით დონბასში იბრძოდა. თუ ამას რუსულ BMP-ს შეადარებ, ამ უკანასკნელის შემთხვევაში თითქმის ყოველთვის დაღუპვებთან გვაქვს საქმე, მაგრამ ამით ბევრ სიტუაციებში ვიყავით. ჯორვების პირდაპირი და არაპირდაპირი მოხვედრები, შრაპნელი. ის ძალიან კარგად უძლებს. როდესაც მანქანის შიგნით ხარ, დარწმუნებული ხარ, რომ უკან დაბრუნდები. 2024 წლის დეკემბერში უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ზოგიერთი M113 ახალი საბრძოლო მოდულებით გააუმჯობესეს, რომელიც მსროლელს საშუალებას აძლევს მანქანის შიგნიდან ისროლოს, რაც მას უფრო ეფექტურს ხდის.